დამიჯერეთ, მე ვიცი, რომ ეს ფაქტი ნამდვილად ასეა. ძალიან კარგი შეტევაა. რა დოკუმენტებს და ფაქტებს ეყრდნობით ასე დარწმუნებული რომ გძალდებით. ჩვენ ყველანი ერთ საზოგადოებაში ცხოვრობთ, მოდი ერთად დაუჭიროთ ხარი ამ გადაწყვეტილებას. ანუ გაერთიანებიდან გამომდინარე მე დაწყვეტას ვახდენ რომ ვიღაცამ იმ გადაწყვეტილებას ხარი დაუჭიროს. ეს არის ძალიან ძლიერი манипуляციური მეთოდი, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ დისკრედიტაციას რაღაცა წყაროსი, უბრალოდ რაღაცა მოვლენის, ან რაღაცა ქცევების, ვარქმევთ მას სახელს, ავღწერთ და შემდეგ ოპონენტს უკვე ეშინია იმ ქცევების, იმ აზრების გამოთქმის, რომ არ ჩაჯდეს შექმნილ, მოდი ესე ვთქვათ, ხაფანგში. ხო? მაგალითად, წყაროს დაბინძურების მარტივი მაგალითი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი და ვაგრძელებ რაღაცას. ნუ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს ასე და ასე, ხო? რას ღებულობთ? თუ მე ისე არ ვფიქრობ, გამოდივეს რომ არა, საღად მოაზროვნე ვარ. ყველა ვისაც გული შეტკივა გამოვა და რაღაცას გააკეთებს დაუშვათ, ხო? გამოდის რომ გული არ შემტკივა. ერთ-ერთი ძლიერი მეთოდია და ძირითადად გადის ხოლმე იარლიყების მიწებებას. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, იარლიყებით ვინც გელაპარაკებათ, სავარაუდოდ მას არგუმენტი არ გააჩნია და ზუსტად მაგას ფიქრობს და ზუსტად მაგაზე მითითება, რომ ვიცი რა, იარლიყის მიწებებას, ასე ვთქვათ, მოდი ფაქტებით ვილაპარაკოთ. ასე ჯობია. თუმცა ძალიან ძლიერი მეთოდია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოსაზრებას ვერ აფიქსირებს იმის შიშით ხოლმე, რომ რაღაცა მოგონილი იარლიყებში არ ჩაჯდეს. მაგალითი ისევ მედიიდან. ყველა ობიექტური ექსპერტი თანხდება, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. ახლა მოусმინოთ ჩვენ სტუმარს. ნახეთ ახლა, განსხვავებული აზრით თუა თქვენ უკვე ავტომატში ჯდებით არა ობიექტურში. ხო? დაუშვათ. ის ვინც რეალურად ზრუნავს საზოგადოების კეთილდღეობაზე, ამ ინიციატივას ხარს დაუჭერ. ესე იგი თუ არ უჭერ, კეთილდღეობაზეც არ ზრუნა. აი ეს არის ის მეთოდი. როგორ დავიცვათ თავი? ნუ, ნაწილობრივ თქვი, მაგრამ შეგვიძლია მივანიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტებზე ვისაუბროთ და არა იმაზე, ვინ რას ფიქრობს. ან პირდაპირ უთხრათ, რომ რა კონკრეტული არგუმენტები გაქვთ წყაროს შეფასების გარდა. ეს ხო შეფასებაა, ხო? თქვენ თქვით რა არგუმენტებია. ესეც საკმაოდ ძლიერია. ეს არის როცა ადამიანი, ანუ იქით ამხარე, გარანტიად ასახელებს თავის თავს. მაგალითად, გეუბნება 100% დარწმუნებული ვარ. მე ვნახე. რატო არის ძლიერი, ასე ვთქვათ, манипуляციის ხერხი? იმიტომ რომ იქით ამ ხარეს ერთადერთი რაღაცაც გრჩება თითქოს რომ არ უნდა უთხრა რომ ცრუობს. იმიტომ რომ ეს ცოტა მძიმე სათქმელია, ხო? ასე ვთქვათ, ადამიანზე გადახვიდე პიროვნულ იმაზე. ან უნდა გაჩუმდე, იმიტომ რომ ადამიანი გეუბნება რომ თვითონ თავის თვალით ნახა და ასე შემდეგ. ან გეუბნებთ რომ მე ვიღებ პირადად პასუხისმგებლობას. მოდი ვნახოთ მედიაში რა მაგალითებია. მე პირადად გიდასტურებთ, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად სანდოა. მედიიდან. არანაირი წყარო, მხოლოდ პირადი ავტორიტეტი მუშაობს. მაგალითი ნომერი 2. დამიჯერეთ, მე ვიცი, რომ ეს ფაქტი ნამდვილად ასეა. რაც გითხარი სტუმრისთვის, ვინც მეორე მხარეს ვინც ის, იმისთვის რთულია, იმიტომ რომ როგორც კი ვამბობ, რომ მე ამის არ მჯერა, გამოდის რომ ის ადამიანის პატიოსნებაში ეჭვი გეპარებათ, ამიტომ რთული. მაგრამ მაგაც არსებობს, ასე ვთქვათ, გარკვეული საშუალებები, როგორ უნდა დავიცვათ ასეთი манипуляციის დროს თავი. ძალიან კარგი შეტევაა. რა დოკუმენტებს და ფაქტებს ეყრდნობით ასე დარწმუნებული რომ გძალდებით. ნეიტრალურია, ჩვენ არ ვეუბნებით, რომ პატიოსანი არა ხარ ან არა ხარ პატიოსანი, მაგრამ ვითხოვთ, რომ იქნებ ჩვენი დარწმუნებულის ხარისხიც დაუახლოვდეს მას. ნუ შეიძლება უფრო ნეიტრალური ფორმულირება. ასეთ შემთხვევაში უთხრა რომ გასაგებია, რომ თქვენ ამბობთ და გარანტიას იძლევთ ან პასუხისმგებლობას ეხებთ, მაგრამ მაინც მინდა მე ობიექტურად ეს ინფორმაცია გადავამოწმო. ესეც შეიძლება.
ამ შემთხვევაში ძლიერი მეთოდი არის კიდევ ამბობ იმიტომ манипуляციის რომ თვითონ იქით ამხარე ეყმობა თავის პირად პატიოსნებას და ამაში ეჭვის შეტანა ნიშნავს რომ იმ ადამიანში ეჭვი შეგვაქვს და ცოტა რთული ფსიქოლოგიური მომენტი ამიტომ უნდა გავიტანოთ პიროვნულ თავდასხმისგან გარეთ და აი ყველაზე კარგი გზა მაინც მიმაჩნია ის არის რომ ესეთი დარწმუნებული რო ხარ რა ფაქტებს და არგუმენტებს ეყრდნობა ეს მოთხოვთ რომ თემა გაიშალოს ეს ძალიან ფართოდ გამოიყენება ყოველ შემთხვევაში ახლა რა манипуляციებზედაც მე ვსაუბრობ ზოგადად ყველას თქვენ აღმოაჩენთ რა ნახევარი საათიც არ დაგჭირდებათ ჩაუჯდეთ ნებისმიერ მედია არხს და ნებისმიერ ინტერვიუს თქვენ ამებს ყველაფერს ასე ვთქვათ თვითონ ნახავთ ობიექტურობაზე რა ესე იგი მედიის მაგალითები თქვენ ამ საკითხს იმიტომ აკრიტიკებთ რომ თქვენი კომპანია კონკურენტია ასე არაა ანუ მე ვაყენებ საკითხს და მეუბნებია რომ იმიტომ ვაკრიტიკებ რომ მე ობიექტური ვერ ვიქნები ხო ანუ პირად ინტერესად წარმოდგება ხოლმე არგუმენტი ან მეორე ამ ჯგუფის შეფასებები სუბიექტურია რადგან მათ წარსულში ჰქონდათ კონფლიქტი ამ თემასთან არაობიექტურებაში დადანაშაულებას ესეც ძლიერი манипуляცია ემეთ რომ წონას კარგავს ის ადამიანი ვინც დადანაშაულებელია არაობიექტურობაში ხო და როგორ დავიცვათ თავს სხვათა შორის თავდაცვა ამ შემთხვევაში ნაწილობრივ შეიძლება გავყოთ ჩემი მიკუთვნებულობა რაღაცა ჯგუფისადმი ან მეკითხოთ რომ კი მე ამ ჯგუფს წარმოვედგენ მაგრამ ანუ გავყო ეს მხარე ხო არგუმენტი სხვა არის და მეორეა მე რას წარმოვადგენ და მოდი არგუმენტებზე ვილაპარაკოთ ანუ გაუყოთ თემა. იმიტომ რომ რაზე ვიბნევით ჩვენ? ვიბნევით იმაზე, რომ ადამიანი გვეუბნება, რომ თქვენ იმ ჯგუფს წარმოადგენთ და არა ობიექტური ხართ. მე ნახე რას ვფიქრობ, კი მართალია იმ ჯგუფს წარმოადგენ, ეხლა ამაზე როგორ შევედავო და ზუსტად მან დაიძაღლეს თავი დამარხული, რომ ეს შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კი ამ ჯგუფს წარმოადგენ, მოდი ეხლა არგუმენტზე ვილაპარაკოთ. ან პირდაპირ შეგვიძლია უთხრათ, რომ რა კავშირი აქვს განსახილველ თემას ჩემ მიკუთვნებულობაზე. თქვენ არგუმენტი თუ გაქვთ ის თქვით და მე რას მივეკუთვნები და რას წარმოადგენ, ასე ვთქვათ, ეს მეორე საკითხი. ეს არის, როდესაც აიქით ამხარე ზემოქმედებს ადამიანის ემოციებზე და ემოციურ ზეწოლას ახდენს, რომ გარკვეული გავლენა იქონიოს იქით ამხარის გადაწყვეტილებებზე. მე ეხლა უბრალოდ ჩამოთვლი მედიიდან არსებულ მაგალითებს და აგიხსნით რა შემთხვევაში რა. მაგალითად, ჩვენ ყველანი ერთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მოდი ერთად დავუჭიროთ ხარი ამ გადაწყვეტილებას. ანუ გაერთიანებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ საზოგადოებაში ვართ, ამიტომ მე დაწოლას ვახდენ, რომ ვიღაცამ იმ გადაწყვეტილებას ხარი დაუჭიროს, ხო? ასე არის ხოლმე მაგალითად, ხო? იგივე შეიძლება მეზობლებმა რაღაც მოილაპარაკეს და იქიდან გამომდინარე, რომ შენ თვლი, რომ ეს ასე ვთქვათ, ამ ჯგუფს წარმოადგენ, შენც დაუჭირო მხარი გადაწყვეტილებას. ეს არის აპელირება სოლიდარობას. თუ ეს ცვლილება არ განხორციელდა, ექსპერტების თქმით, შესაძლოა მთელი სექტორი კრიზისში შევიდეს. ეს არის აპელირება შიშზე. ანუ მე ვაჩვენებ გადაწყვეტილების შემთხვევაში რომ რაღაცა შეიძლება ცუდად განვითარდეს და აქედან გამომდინარე ვაიძულებ გარკვეული ცვლილება მიიღონ. შემდეგი მაგალითი, მოდი ახლა ემოციებს ნუავყოფით და უბრალოდ დაველოდოთ ოფიციალურ ვერსიას. ეს არის აპელირება თავ შეკავებულობას. ასევეა როგორც პასუხისმგებელ მოქალაქეს დარწმუნებული ვარ თქვენ ხარს დაუჭერთ ამ ინიციატივას. ეს არის აპელირება კეთილსინდისიერებაზე, ანუ ჯერ მიდის პოზიტივი, რომ თქვენ როგორც ყველაზე დაუშვათ ესა პასუხისმგებლიანი ადამიანი, ან შეგვიძლია უთხრათ თქვენ როგორც ყველაზე გონიერი ადამიანი, იმედი ამ ხარს დაუჭერთ ამ იმას რა ქვია გადაწყვეტილებას ან საკითხს და ასე შემდეგ. აპელირება თანაგრძნობაზე მაგალითად მაგალითი ესეთია. ეს ჩვენი რესპონდენტის პირველი საჯარო გამოსვლა, ამიტომ გთხოვთ, მკაცრად ნუ შეაფასებთ, იმიტომ რომ თუ ვიღაცამ მკაცრად შეაფასებს, გამოდის რომ თანაგრძნობის უნარი არ გააჩნია. ამ ტიპის манипуляციები ზოგადად ემოციებზე манипуლირება.
ამ შემთხვევაშიც როგორც წინა შემთხვევაში манипуляციის, როცა გითხარით რომ აღიარება ხდება თქვენი მიკუთვნებულობის და მეორე არგუმენტზე გადადის, აქაც შეიძლება, ასე ვთქვათ, გამიჯნოთ ემოცია ვაღიაროთ, მაგალითად ემოცია გასაგებია, მაგრამ გადაწყვეტილება ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს. გავწიოთ, გავმიჯნოთ, გასაგებია, ხო ეს ემოცია, ხო? და შეგვიძლია ეჭვის ქვეშ დავაყენოთ, რომ ეს ემოცია რამდენად არის დაკავშირებული იმ საკითხთან, რასაც ჩვენ ვიხილავთ და ასეთი მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაში ამ ემოციას თუ არა. ამ შემთხვევაში აი ესეთი გამიჯნით ჩვენ ემოციურ გავლენას, ემოციურ ზეწოლას, ძალას ვაკარგვინებთ და ისევ გადაყვავს საუბარი ლოგიკაზე, არგუმენტებზე და ფაქტებს. აი ეს იყო 8 манипуляციის ხერხი, რომელზედაც მე გესაუბრეთ, კიდე შეიძლება ბევრი აღმოვაჩინოთ, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით ყველაზე უფრო ხშირად ესენი გამოიყენება, ასე ვთქვათ, გარშემო რაც ხდება. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა ზოგადად манипуляციისგან თავი დავიცვათ, ამისთვის გვჭირდება ლოგიკა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, იარლიყების უკან არგუმენტების ძებნა და არა იარლიყებით საუბარი, ასე ვთქვათ, და მაშინ დაცულებით ვიქნებით манипуляციისგან. თუ მოგეწონათ ჩემი მასტერკლასი, გამოიწერეთ მედია აკადემიის YouTube არხი.